დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. ეპიზოდი ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება. ბრალდების მიხედვით ფაქტი 2024 წლის 4 მაისს მოხდა. თავად პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს. პროცესი ელისაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ ძველი თაროზე შემოდებული საქმე გამოიყენეს. მისი განმარტებით ის მამუკა მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის გამო ისჯება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქმე დაუჯერებელია, რადგან მასში არსებობს მტკიცებულებები, რომლებზეც ექსპერტიზა ადამიანის ვინაობას ვერ ადგენს. მოქალაქეების ლიდერი დღეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამე ხმას აიმაღლებს. პოლიტიკოსის თქმით, მისი დუმილი შემზარავია. ეს ბრალდაც არის წარდგენილი, ესა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა ჩემს წინააღმდეგ და დაალაგეს რაღაცები, რომ ელისაშვილი დაჭერილი მყავს სასამართლოს ცეცხლის საკიდების მცდელობით ტერორიზმის მუხლი მაინც წარუდგინეთ და მოდი კიდევ უფრო დამაჯერებელი გავხდეთ რატო სადღაც ოგვაკეთ გაუხსნელისად რომელიც ერთი წელი იქონების დაზიანების მუხლით მოდი ახლა ეს ტერორიზმის მუხლა გადავაკვალიფიციროთ და გადავაკვალიფიციროთ მოვლენით ციხეში მითხრეს რომ მეორე ტერორიზმის საქმე აგზალებია რომ გადავეკო ციხიდან აგზალებს მიწესები რომ პაემანი ათქოდეს შემდეგ ჯაფისევრები და ჩვილები და მეუღლე და ჩემი ჯაფისევრები ვერ ნახო ამას მინდა რა მოტივით იცით პროკურატურაში აგზალებს რომ მიწესებს რის საფუძველზე მიწესებს იცით რომ ოცნებზე არ მოახდინოს გავლენა მამუკა მდინარაძეს აი ბაირამ დუდუქში მოხდა მე მოუნერებია რომ იმიტომ რომ გამოსვალო იმ ციხეში გამოშვეს რომელიც არ მეკუთვნის მე 12-ში უნდა პოლიტიკოსებს აცედა პარლამენტის წევრი ვიყავი საკრებულოს დეპუტატი ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი რატო დინარაძე ვერ იმელებს რომ მოხდა იმ ბაშაში აბაზონებს ნაშტი მაგიტოდეს ეს საქმე ჩემს ძინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება მე არაფერი ეს არანაირი იურიდიულ საფუძველს არ ეხუძნება აბსურდია გეუბნებით ეს საქმეც უკავშირდება იმ ყველაფერს რაც ამ ქვეყანაში ხდება ამ ქვეყანაში ხდება უსამართლობა და დევნა ადამიანებს მან შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას და ველოდები რომ პატრიარქი აიმაღლებს ამ უსამართლობაზე ხმას და მუგეშჩებს ადამიანებს დღესვე გაიმართა ალეკო ელისაშვილის მეორე სასამართლო პროცესი. ამ შემთხვევაში საქმე ეხება გასული წლის 29 ნოემბრის ეპიზოდს. პროკურატურის მტკიცებით ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა. მას ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. პოლიტიკოს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მუხლის კვალიფიკაციას ტერორიზმს არ ეთანხმება. ამ პროცესს დღეს ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან წინასყდომაზე ის მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გააძევა. გელაშვილმა გაძევების მიზეზად სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დაასახელა.